1992 წელს თბილისის ომის შემდეგ ქალაქს რთული დრო დაუდგა. არ იყო შუქი, არ იყო გაზი. ზოგჯერ წყალიც ითიშებოდა. ხალხი უმუშევარი იყო. არ ქონდა ელემენტარულად საჭმლის შესაძენი თანხაც კი. აი მაშინ თბილისელებმა დაიწყეს შეკრება მშრალ ხითან. სავარაუდოდ მგონია რომ 1992 წლიდან. გამოიტანეს სახში დაგროვებული ანტიკვარიატი, ძვირფასეულობა და რომ გამოეკვებათ ოჯახი, აქ დაიწყეს ამ ყველაფრის გაყიდვა. შემდგომ პერიოდში მათ მხატვრებიც შეუერთდებიან. ძირითადი ნაწილი ანტიკვარიატის და ამ არტეფაქტების გატანილი იქნა 90-იან წლებში. უნიკალური ნიმუშები. მაგრამ ხალხი რამენაირად უნდა გადარჩენილიყო. ამ ყველაფერს კიდე არავინ არ აკონტროლებდა. ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელიც მე მიჩნდება, როდესაც ხვდები მშრალ ხიდთან. რატო მაინც და მაინც მშრალი ხიდი? რატო აირჩიეს მაინც და მაინც მშრალი ხიდი? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს შალიქ, არასოდეს ეს კითხვა მათთვის არ დამისვავს. აი ეს ადგილი რატო იქნა არჩეული? და დღესდღეობითაც ნებისმიერი ნივთი, რომელიც შენ გინდა შეიძინო, არ ვიცი, იპოვო, იშოვო, მოდი აქ შეეკითხე და გიშოვიან და მოგაწოდებენ. მშრალი ხიდი ერთ-ერთი ტურისტული საინტერესო ზონა გახდა. საინტერესო ატრაქცია, რომლის ისტორია 90-იანი წლებიდან იწყებდა. და რამდენი არ მიმოგზაურია, სად არ ყოფილვარ, არსად ისეთი კოლორიტულობა, ავთენტურობა, არ ვიცი, არ მიგრძნია, როგორც აქ, მშრალ ხიდთან. ძალიან თბილი, არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობს აი ამ ტერიტორიაზე. მეც კი მოვდივარ და რაღაცეებს ჩემი კოლექციისთვის ვიცე. ჩემი კოლექცია კიდე ძირითადად თბილისზე წიგნები არის. ლასი ვაწაძე, შალიკა სტუდია, ღამის თბილისიდან თქვენთვის.